შენხარ ვენახი დავიდა შენხარ ვენახი ახლა დაყვა ვაია იქ აი ახლა დაყვა He's correctly assuming that ორნაირია და ამიტომ თუ some of us know other variants of this same Gurian რომელი აქვს გაგონილი setting. მაინტერესებს So he's trying to figure out which one it is, and there's not one. There are several. So ეს ფილმი ქართული საგალობლის გადარჩენის რთულ და ხიფათიან ამბავს მოგვითხრობს. ცხოვრება არჩევანს ყველას სთავაზობს. გზას ისტორიისკენ ერთეულები ირჩევენ. მე ექვთიმე კერესელიძემ 1935 წლის 30 ნოემბერს ჩავაბარე საქართველოს სახელმწიფო მუზეუმს ალბათ ასე დაწერა ეს განცხადება ექვთიმე კერესელიძემ. წმინდა ექვთიმე აღმსარებელმა. ერისკაცობაში ესტატე კერესელიძემ. ის საინტერესო ამბავი, რომელიც უნდა მოგითხროთ, აი აქ ანჩისხატის ეკლესიაში 1878 წლის შემოდგომაზე დაიწყო. მაშინ ყველაფერი ცოტა სხვაგვარად გამოიყურებოდა. ბაზილიკას თავზე რუსული გუმბათი ედგა და პატარა მინაშენიც ჰქონდა, მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარი არის ის, რაც აქ მოხდება, უნდა შესრულდეს ქართული საგალობლები, რომლებიც 60 წელზე მეტი აკრძალული იყო. მას ასე 1878 წლის სექტემბერია. ტაძარი ცნობის მოყვარე ხალხითაა სავსე. დღეს აქ გურიიდან ჩამოსული მგალობლები და კარბელაშვილები იგალობებიან. ხანდაზმულებს ჯერ კიდევ ახსოვთ მშობლიური ჰანგი. ახალგაზრდებს კი არც მოусმენიათ. მარჯვნივ კარბელაშვილები არიან მგალობელთა ცნობილი საგვარეულო. პოლი ევქტოსი, ვასილი, პეტრე და ანდრია მათ აღმოსავლეთ საქართველოს გალობა უნდა წარმოადგინონ. კარბელაშვილების მოპირდაპირედ გურიიდან ჩამოსული მგალობლები დგანან. მაქსიმე ჩხატარაშვილი, მელქისედეკ ნაკაშიძე და ნესტორ კონტრიძე. რატომ გურიიდან? ამ კუთხემ ყველაზე უკეთ შემოინახა გალობის დასავლურ ქართული კილო. პირველად კარბელაშვილებმა დაიწყეს. კარბელაშვილები სვეტიცხოვლის სამგალობლო სკოლას წარმოადგენენ. შემდეგ გურულების ჯერი დადგა. კარგად მოусმინეთ, მკვეთრად განსხვავებულია. ეს შემოქმედის სკოლაა. ის საღამო
დიდხანს გაგრძელდა. მონაცვლეობით გალობდნენ ხან კარბელაშვილები, ხან გურულები. საზოგადოების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ალბათ იკითხავთ, რატომ იყო ეს მოვლენა ასეთი განსაკუთრებული. ეს რომ გავიგოთ, მიუბრუნდეთ მე-19 საუკუნის დასაწყისს. უფრო ზუსტად 1811 წელს, როდესაც ქართულ გალობას სერიოზული საფრთხე დაემუქრა. მე-19 საუკუნე საქართველოში იმით დაიწყო, რომ რუსეთის იმპერია 1801 წელს ჯერ სამეფო გააუქმა, ხოლო 10 წლის შემდეგ ეკლესიის ავტოკეფალია. ბაგრატიონების შთამომავლებს და კათალიკოს პატრიარქს ანტონ მეორეს საქართველოში ცხოვრება აეკრძალათ. ეკლესიას ეგზარქოსი მართავდა, სახელმწიფოს კი მეფის ნაცვალი. თუმცა პირველი ეგზარქოსი ვარლამი ქართველი იყო. ქსნის ერისთავების შთამომავალმა ბევრი იღვაწა, რომ ქართული ეკლესია რუსეთის წმინდა სინოდისთვის დაექვემდებარებინა. მეორე ეგზარქოსმა თეოფილაქტემ 1817 წლის 9 ნოემბრის ორდერით რუსული ღვთისმსახურება დააკანონა. ქართული გალობა რუსულით შეიცვალა. ფრესკები კირით შეთეთრდა. ქართულ ენაზე ლიტურგიის აკრძალვა საგალობლების გაქრობას იწვევდა. ქართული საზოგადოება დუმილით არ შეხვედრია ამ საკითხს. საგალობლების ნოტებზე გადატანასა და საგალობლების გადარჩენას ცდილობდნენ დიდებული ქართველები: ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ალექსანდრე ყაზბეგი, დიმიტრი ყიფიანი, გრიგოლ ორბელიანი და სხვები, მაგრამ ქართველთა ეს სურვილიც კი გასაოცარ რისხვას იწვევდა რუს ეგზარქოსებში. თქვენმე ისეთ რამეს მჩრით ხელში, რაც მე გველივით მეზიზღება. ასე შეამკო ვლადიმერ ბოგოიავლინსკი, რუსმა ეგზარქოსმა, ქართული ენა და ქართული საგალობლები. დაივიწყეთ თქვენი არაკეთილხმოვანი ენა და თქვენი ძაღლის წკავწკავით გალობა. შეითვისეთ ღვთისთვის სათნო რუსული სლავური ენა და გალობა. ეს სიტყვები უკვე სასულიერო სემინარიის რექტორს ჩუდეცკის ეკუთვნის. გალობის დაწუნებას ვინჩივის, როდესაც რუსმა ეგზარქოსმა პავლემ ამბიონიდან მთელი ქართველი ერი დაწყევლა, რასაც მოჰყვა დიმიტრი ყიფიანის პროტესტი, მისი გადასახლება და მოწამეობრივი სიკვდილი. 1877 წელს რუსეთმა საქართველოში ეგზარქოსად ვინმე იოანიკე გამოგზავნა. იოანიკე წინამორბედთა მსგავსად ქართველთ მოძულეთ იყო ცნობილი, მაგრამ ერთ ფაქტს ვერსად გავექცევით, სწორედ იოანიკემ დაუჭირა მხარი ქართველთა თხოვნას შექმნილიყო საეკლესიო გალობის აღმდგენი კომიტეტი. ასეთი კომიტეტის თავმჯდომარედ აღმოსავლეთ საქართველოში დაინიშნა ეპისკოპოსი ალექსანდრე ოქროპირიძე, დასავლეთში კი ეპისკოპოსი გაბრიელ ქიქოძე. ხსენებულმა კომიტეტმა ორივე კილოს მოსმენა ანჩისხატის ტაძარში დანიშნა. მაშასე 1878 წლის სექტემბერია. მორიგეობით გალობენ კარბელაშვილები და გურულები. გადაწყდა გამოინახოს თანხა და მოიძებნოს ადამიანი, რომელიც ქართულ საგალობლებს თანამედროვე სანოტო სისტემაზე გადაიტანს. ბუნებრივია, გადაწყვეტილების მიღება უფრო იოლი აღმოჩნდა, ვიდრე მისი შესრულება. საზოგადოება ფულს იოლად იმეტებდა ამ საქმისთვის. მაშინდელი პრესაც სავსეა ამგვარი ჩამონათვლით. წყემსი, ივერია და დროება პერიოდულად აქვეყნებდნენ ცნობებს შემოწირულობების შესახებ. აი რას წერდა დროება 1879 წლის სექტემბრის ნომერში. შემოსავალი არხიმანდრიტ აბრამისგან 28 მანეთი, არხიმანდრიტ მაკარისგან 18 მანეთი,
იოანე ნათლისმცემლის უდაბნოდგან 30 მანეთი, არხიმანდრიტ გრიგორისგან 6 მანეთი და ასე შემდეგ. აი მეორე საკითხის მოგვარება კი გაჭირდა. უნიკალური პოლიფონიურობის გამო ქართული საგალობლის ნოტებზე გადატანა არ იყო ადვილი. არაერთი ცდა წარუმატებლად დამთავრდა. ეს საქმე ორმა გწოდნას მოითხოვდა: სანოტო სისტემებისა და ქართული საგალობლის ძირითადი პრინციპებისა. ვინც კარგად გალობდა და სრულმგალობლად იწოდებოდა, მას ნოტების წერა არ შეეძლო. ხოლო ვინც ერკვეოდა სანოტო სისტემაში, მისი ყური ქართულ გალობას შეჩვეული არ იყო. მოკლედ დრო თანდათან მიდიოდა და ქართველთა ენთუზიაზმიც თანდათან ქრებოდა. სწორედ იმ დროს იტალიაში 12 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ თბილისში გასტროლებზე ჩამოვიდა პირველი ქართველი პროფესიონალი საოპერო მომღერალი ბრწყინვალე ბასო პროფუნდო ფილიმონ ქორიძე. ფილიპო ქორიჯიოს უკვე ნამღერი აქვს რიო-დე-ჟანეიროსა და პეტერბურგის თეატრებში, ლასკალაში. აი რას წერდა მაშინდელი პრესა. როგორც იტალიური გაზეთები აღნიშნავენ, ბატონი ქორიძე ისეთი არტისტია, რომელიც თავისი ხმის ძლიერებით და გალობის მანერით ყველა უპირველეს თეატრებში პატივცემული იქნება. იმას აქვს ხმა ბოხი, დიდებული და ძალდაუტანებლად ამწევი მაღალი ნოტებისა. არ არის იტალიაში ისეთი თეატრი, რომელსაც დიდი საამბითა და პატივით არ მიეღოს ჩინებული ხმის პატრონი არტისტი ქორიძე. იმას უმღერია საუკეთესო ოპერებში: ნორმა, რიგოლეტო, ბალმასკარადი, რახილი და სხვა. თბილისში ჩამოსვლისთანავე მიიპყრო საზოგადოების ყურადღება, მაღალი, წარმოსადეგი, ექსცენტრიული. ფილიმონს წვიმაში უყვარდა სიარული. იგი უკვე მილანში აპირებდა დაბრუნებას, როცა მისი სახლის კარი უცნობმა ადამიანებმა შეაღეს. გურული მგალობლები იყვნენ. ერთადერთი შეკითხვით მესტუმნენ. თუ შეიძლება ჩვენი გურული საგალობლის იტალიურ ნოტებზე ჩაწერა. როგორ არ შეიძლება? იტალიურ ნოტებზე ყველაფრის ჩაწერა შეიძლება. მოგბრძანდით? მოგბრძანდით. Eta თურმე მანამდეც ჰქონიათ მცდელობა ქართული საგალობლების ნოტებზე ჩაწერისა, მაგრამ ყველა დაუწუნიათ. გალობელთა აღტაცებამ დამაფიქრა. მეც გადავწყვიტე საქართველოში დავრჩენილიყავი და ნოტებზე გადამეღო ჩვენი დაუწერავი სიმღერა გალობა. მთელ ქალაქში გახმაურდა ეს ამბავი. იმედის ნაპერწკალი ისევ გააღვივდა იქნებ ფილიმონ ქორიძე გახდეს ის კაცი, ვინც ქართულ საგალობელს ნოტებზე გადაიტანსო. მაგრამ ეს ხომ წარმოუდგენელი იყო იმის გამო, რომ ფილიმონს წინ იტალია ელოდა მისი ბრწყინვალე საოპერო კარიერა. რაც მთავარია, ელოდა მილანი და მილანში ლასკალა. მისი დიდი და მყუდრო ბინა, რომლის აიონიც ქალაქის მთავარ ქუჩას ელ კორსოს გადახურებდა. ფილიმონ ქორიძემ უარი თქვა ყველაფერზე, თავი დაანება ოპერას და მთელი დარჩენილი ცხოვრება ქართულ გალობას მიუძღვა. ზინაიდა ვორობეცი, ფილიმონ ქორიძის მეუღლე, წარმოშობით უკრაინელი, პეტერბურგელი სენატორის ქალიშვილი. ზინაიდა პეტერბურგის კონსერვატორია დამთავრებული, პროფესიონალი პიანისტი იყო. მშვენივრად ფლობდა უცხო ენებს და დიდი განათლებით გამოირჩეოდა. ზინაიდას ფილიმონის საგალობლებით გატაცება უჩვეულოდ ეჩვენებოდა. ქართული მუსიკის წყობა, ჰარმონია, მოულოდნელი აკორდები, ევროპულ და რუსულ მუსიკაზე აღზრდილ ზინაიდას
აწუხებდა, ვერ გუობდა. ფილიმონის აღფრთოვანებას კი საზღვარი არ ჰქონდა. ქარიშხალივით შემოიჭრებოდა ხოლმე ოთახში და მეუღლეს უზიარებდა ახტაცებას. ზინაჩკა, ნახე რა საოცარი პოლიფონია. ეს ფასდაუდებელი განძია. მე ყველას დავუმტკიცებ, რომ ქართული საგალობლის გადატანა 5 ხაზიან სანოტო სისტემაზე შესაძლებელია. დიახ, ამას ვამბობ მე, ფილიმონ ქორიძე. დასჭექავდა ხოლმე ფილიმონი და ზინაიდაც თანდათან დაახვა მეუღლეს. ერთგული მეგობრობა გაუწია. აბა ამ დიდ ბავშვს გულს ხომ არ ადგენდა. Филимон, что это такое? Тут ничего нельзя разобрать. Мне титун гадагицер. Голубчик, я все сделаю сама. მადლობთ. ერთხელ კი ზინაიდამ ფილიმონს უთხრა. ვხედავ, რომ საოპერო კარიერაზე გული აიცრუე, მაგრამ ამას წინ ვერ დავუდგები. მე ხომ მხოლოდ შენი შვილების დედა კი არა, ერთგული მეგობარიც ვარ. როგორც შემეძლება დაგეხმარები. ზინაიდა ქართულ ხმებს მართლაც მალე მიეჩვია. მისი გადაწერილი ნოტები კი იულად იკითხებოდა. ფილიმონი ამ საქმის გამო ისეთივე მხნე და ხალისიანი გახდა, როგორიც იტალიაში იყო. ქუთაისში წერილი გავუგზავნე გაბრიელ ეპისკოპოსს და შევთავაზე. აქ თბილისში ნოტებზე გადავიღეთ და დავსწერეთ წირვის წესი საგალობელი. თუ ნებას მოგვრცებთ, ჩამოვალთ და თქვენი თანდასწრებით ვიგალობებთ. დანიშნულ დღეს ეპისკოპოსი გაბრიელი ქუთაისის საკრებულო ტაძარში წირვას შეუდგა. ფილიმონ ქორიძის ჩანაწერების შესამოწმებლად მღვდელმთავარმა მთელი დასავლეთ საქართველოს საუკეთესო სრული მგალობლები მოიწვია. გურიიდან დიდი მგალობლები, ჯაბა გურიელი და მისი ძმა ტელემონი, თავისი კრებით. შემოქმედის მონასტრიდან გალობის დიდი მცოდნე გიორგი დუმბაძე, აგრეთვე ანტონ და დავით დუმბაძეები. მარტვილის სამგალობლო სკოლის დიდი მგალობელი, დიმიტრი ჭალაგანიძე, გუნდით. პოეტი და მგალობელი სიმონ გუგუნავა. თავარდიაკვანი რაჟდენ ხუნდაძე. რაჭა-ბარაკონიდან ასლან ერისთავი გალობლებით. ჯრუჭიდან და საჩხერიდან წერეთლები. ფილიმონი თავისი გუნდით სამგალობლოზე შედგა. ხალხში ხმა გავრცელდა, რუსების ხორომ ქართულად უნდა იგალობოსო. ქორიძემ და მისმა გუნდმა ძლიერ მტკიცეთ და მშვენივრად აღასრულეს საგალობლები. ტაძარში შეყრილი ხალხი ახტაცებას ვერ მალავდა. განმტკიცდა რწმენა, რომ ქართულ სიმღერა გალობას დაღუპვის საფრთხე აღარ ემუქრებოდა. აი აქ დააწყოთ ყველაფერი. 1885 წელს ფილიმონი ოჯახთან ერთად ქუთაისში გადავიდა. გალობის აღმდგენელმა კომიტეტმა ამოარჩია 3 კაცი, რომელთაც ფილიმონისთვის გალობები უნდა გადაეცათ. ფილიმონმა 2 წელიწადში 3 ხმაზე გაწყობილი 500 საგალობელი ჩაიწერა. ფილიმონი საკუთარი ხარჯით აპირებდა ქართული სიმღერა გალობის დაბეჭდვასა და გავრცელებას, მაგრამ სასულიერო ბანკი, სადაც ფული ჰქონდა გადანახული, გაკოტრდა. უსახსრობის გამო ფილიმონი და მისი მეუღლე სიმღერასა და ფორტეპიანოზე დაკვრას ასწავლიდნენ. მომქანცველმა შრომამ ზინაიდას ჯანმრთელობა შეურღია და მალე ფილიმონს ძიმე განსაცდელი დაატყდა თავს. საყვარელი მეუღლე და ერთგული მეგობარი ზინაიდა გარდაიცვალა. მეგობრებმა თბილისში გადასვლა ურჩიეს. იქ მას მაქსიმე შარაძესა და ესტადე კერესელიძესთან შეხვედრა ელოდა.
ეს მაქსიმე შარაძეა, სტამბის პატრონი და ილიას ივერიის ხაზინადარი. მაქსიმე იტყოდა ხოლმე. იმისთვის კი არ გვინდა სტამბა, რომ დიდრულად ვიცხოვროთ. ჩვენი სტამბით ბევრ კეთილ საქმეს აღვასრულეთ. მაქსიმე შარაძემ 1882 წელს დააარსა უფასო წიგნთსაკითხავი მდაბიო ხალხთათვის. სწორედ აქ დაუახლოვდა მაქსიმეს ესტატე კერესელიძე. მელქისედეკ ნაკაშიძის გუნდის ნაგალობები, წმინდა გიორგის ტროპარი ტყვეთა გამათავისუფლებელო პირველად რომ მოვისმინე, გული ამიჩუხდა და ტირილი დავიწყე. თურმე რა ტკბილი და კარგი გალობა ქონია. ამის შემდეგ მელქისედეკს ვთხოვე. იქნებ თქვენი კარგი გალობა ჩვენს გაგვიზიაროთ და გვასწავლოთ მეთქი. ერთ დღესაც მელქისედეკმა მოგვიყვანა ცნობილი მომღერალი, ფილიმონ ქორიძე და გაგვაცნო. მელქისედეკს სურდა რომ ჩვენი საგალობლები ეს ეროვნული დიდება ნოტებზე ყოფილიყო დაწერილი. ამიტომაც მოიყვანა ფილიმონი. აი, ასე მოხდა ფილიმონის და მაქსიმეს შეხვედრა. ასეთი ადამიანები, როგორიც მაქსიმია, ისტორიის ზედაპირზე მკვეთრად არ ჩანან, მაგრამ სწორედ ისინი განაპირობებენ ისტორიის სულსა და ხასიათს. დახვეწილი სულის მქონე მაქსიმე თითქოს ქართულმა გალობამ თავის მცველად სწორედ მაქსიმე შეარჩია. მან კი თავის მხრივ ესტატე კერესელიძეში ჩაბეჭდა გალობისადმი მხურვალე სიყვარული. მე და ესტატეს სტამბა უკვე გამართული გვქონდა. ფილიმონმა ნოტები შეგვასწავლა და მალე გალობის ნოტებზე ჩაწერაც შევძელით. გაბრიელ ეპისკოპოსმა ქუთაისიდან ფილიმონის მიერ ნოტებზე ჩაწერილი საგალობლები გამოგვიგზავნა და მათი ბეჭდვა დავიწყეთ. შემდეგ მე და ესტატემ ფილიმონ ქორიძეს ოზურგეთში წასვლა და ღრმად მოხუცი ანტონ დუმბაძისგან ნოტებზე გალობის გადაღება ვთხოვეთ. ფისჰარმონიაც შეუძინეთ და ოზურგეთს გავამგზავრეთ. მასალას ფილიმონი სტამბაში ყოველთვე გვიგზავნიდა. ესეც ოზურგეთი წვიმს. აქ გაატარა ფილიმონმა ცხოვრების ბოლო წლები. ჭადრების მოედანზე აქ ადრე ხის ეკლესია მდგარა. ფილიმონმაც აქ ვინმე ფირცხელაიშვილის სახლში იქირავა ოთახი, სადაც გარდაცვალებამდე მარტო ცხოვრობდა. სადღაც აი აქ არის დასაფლავებული. თუმცა მისი საფლავი დაკარგულია. ახლა აი ამ კვარცხლბეკიდან გადმოყურებს. ოზურგეთში მთელი თავისი დრო გალობის ჩაწერას მოანდომა. დილაობით აივანზე გადმოდგებოდა ხოლმე და ხმას ავარჯიშებდა. Sifa krepar, sifa krepar, sifa krepar. O tane sarav kurazet, bilde sarsalde, vadesab, deliop, დაიწყო ფილიმონის და ანტონ დუმბაძის მტკიცე და მხნე შრომა. ანტონ დუმბაძის ხანდაზმულობის გამო საგალობლების ნოტებზე გადატანას ფილიმონი ისე ჩქარობდა, რომ ნაწილს ცალხმაზე წერდა. იმ იმედით, რომ მოძახილსა და ბანს შემდეგ შეუწყობდა. ხანდახან ანტონისაგან ხალხურ სიმღერასაც ჩაიწერდა ხოლმე. ერთი წუთი. წინაზე სხვანაირად იმღერეთ. ეგ დომიწერია. ნახეთ. ამაშინი მხაზიაძე ვიყავი, ბატონო ფილიმო და ახლა ასე მინდა და ასე იმღერება. სიაგურულები ასე ბატონო ანტო, რა ვქნათ? არ გამოგია, იქნება. რა ვართ ეს გურულები? კარგით ბატონო, თავიდან დავიწყოთ მაშინ. აბა 3 4